დიახ, მაშინ ასე ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, მოგეხსენებათ ეს ობიექტივის დილა, მე კი შორენა ჭაურელი. როგორც იცით, ცოცხალი ბიბლიოთეკა რუბრიკა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს 11 საათიდან 12:30-მდე თქვენს განკარგულებაშია. მარიამ ჩაჩუა და თამარ ტარტარაშვილი, რომელიც წარმოგიდგენთ, რა თქმა უნდა, აი ამ ძალიან საინტერესო რუბრიკას, ძალიან საინტერესო სტუმრებიც ყავთ, რომელსაც აუცილებლად გაგაცნობთ ისინი და მე ასე ვთქვათ, გითმობთ მთელ დროს და ვარ გასუსული იმისთვის, რომ გავიგო ძალიან ის მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელსაც ველოდები, რომ იქნება ძალიან კარგი და საინტერესო. მივესალმები მაყურებელს კიდევ ერთხელ. დღეს ისევ დავუგეწყო ჩვენი ცოცხალი ბიბლიოთეკა. ძალიან გვიხარია ხოლმე ცოცხალი ბიბლიოთეკის ჩართვა და ზოგადად პროექტს რო ახორციელებთ სხვადასხვა უნივერსიტეტებში. გვინდა წარგვადგინოთ ჩვენი სტუმრები, თორნიკე შურღულაია, რომელიც სულ პირველად როცა ჩავატარეთ ცოცხალი ბიბლიოთეკა, იქ იყო ცოცხალი წიგნი, რომელიც არის თომას ჯეფერსონის ცენტრის დამფუძნებელი და ამასთანავე პროფესორი და ჩვენი პირველი მკითხველი ელენე თედელური, რომელიც არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს მესამე კურსის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი და იმ ცოცხალი ბიბლიოთეკის პროექტში იყო როგორც მკითხველი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ აიწვიათ ჩვენ სტუდიას და გადავალკითხვით ელენესთან, იმიტომ რომ ელენე იყო მკითხველის სტატუსის ცოცხალ ბიბლიოთეკაში და საინტერესოა სტუდენტის აზრი, რა შთაბეჭდილება დარჩა ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ მოეწონა პროექტი. კიდევ ერთხელ, პროექტი იყო ძალიან საინტერესო, იმ მხრივ რომ ზუსტად შევძერით გავსაუბრებოდით უშუალოდ ავტორს, წიგნის ავტორს, უშუალოდ გაგვეგო ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა, რაც გვაინტერესებდა, ძალიან მოკლე დროში გავიგეთ ეს ყველაფერი, ასევე ნებისმიერ მომენტში შეგვეჩერებინა ჩვენი წიგნის ავტორი, დაგვესვა საინტერესო შეკითხვები, ის კითხვები, რაც ჩვენ გვაინტერესებდა და უშუალოდ იმ მიმართულებით წაგვეყვანა საუბარი, ამიტომ ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო. ძალიან კარგი გამოცდილება ასევე და ძალიან მოხარული ვიქნები თუ კიდევ გაგრძელდება მსგავსი პროექტები და დაინერგება საქართველოში. დიდი მადლობა ელენე, ისე თქვენთან გადმოვალკითხვით. პირველ ცოცხალი ბიბლიოთეკაზე გვყავდა სულ 7 მკითხველი და სულ 2 საათი გქონდა დრო და რამდენი წიგნთან მოახერხეთ თქვენ შესვლა? მე მოვახერხე 3 წიგნთან შესვლა, გავიგე ერთ-ერთი იყო ბატონი თორნიკე შურღულაია, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე, უშუალოდ გავიგე ზუსტად რაც მაინტერესებდა, ასევე გავიგე თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საზღვარგარეთ სწავლამ, როდესაც ვიყავი, გავიგე დადებითი და უარყოფითი მხარეები და იქიდან გამომდინარე რომ ვარ სტუდენტი, შემიძლია უკვე გადავწყვიტო ეს ამ ლექციის შემდეგ უკვე მივიღო საჭირო გადაწყვეტილება და მომავალში გავითვალისწინო. ძალიან კარგი არის რომ ასეთი დადებითი შთაბეჭდილებები დაგრჩათ. მოდი თორნიკესთან გადავალკითხვით, როგორც პროფესორს თქვენ, რა სიტყვით ცოცხალი ბიბლიოთეკა როგორც ინოვაციური პროექტი, ან სწავლების ინოვაციური მეთოდი, რამდენად ამართლებს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები მაყურებელს. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, თამარ, ორგანიზაციო ჯგუფს, რომ იტალიიდან, ევროპიდან ასეთი ინოვაციური პროექტი ჩამოიტანეთ, დანერგეთ და ახორციელებთ. ეს არის ნამდვილად პროგრესული ნაბიჯი, დასავლური კურსი, ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ეს ახალგაზრდების ზუსტად ამ ფასეულობებზე აღზრდა ამ ახალ ინოვაციურ პროექტებზე გზის გაკვალვა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მე ვიყავი რაღაც ძალიან აღფრთოვანებული, იქ საითიდან რო იტყვიან, ჩართული ვიყავი მთელი გულით, სულით და იმედი მაქვს რომ არ იქნება ეს მხოლოდ ერთჯერადი ჩემთვის. დიახ, აქედან გამომდინარე რომ მე ვიმედოვნებ რომ ახალგაზრდები ეს იყო ძალიან კარგი რომ უშუალოდ შემეძლო იმ სეგმენტთან კონტაქტი ამ პროექტის ფარგლებში, რომელსაც აინტერესებდა ამერიკის, ბრიტანეთის უსაფრთხოების სისტემები, ზოგადად უსაფრთხოება, იქ უცხოეთში რო წავიდნენ თქვა განათლების მისაღებად, რა საფრთხეები იყო, როგორ უნდა იყვნენ დაცულები და რა ზოგადად სტრატეგიულად როგორ უნდა ემსჯელათ ამა თუ იმ საკითხზე. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მე სრული სიამოვნებით და დიდი რაღაც მომავლის კიდევ პროექტების იმედით ვარ გამშვალული და მოლოდინში ვარ, რო იცოდეთ. გულწრფელად. წარმატებებს გისურვებთ ნამდვილად გულწრფელად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოკლედ ესეთი კითხვა მაქვს, მინდა მოკლედ ჩართო აღნიშნო რომ ეს არ იყო იტალიის დამსახურება, მხოლოდ ეს იყო ევროკავშირის დამსახურება, იმიტომ რომ ცოცხალ ბიბლიოთეკას ზოგადად ევროკავშირი ახორციელებს. უბრალოდ ერთ-ერთი განმახორციელებელი ორგანიზაცია იტალიიდან იყო და მეც მივიღე მონაწილეობა და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ბატონო თორნიკე, ანუ თქვენი ხიბლი რა იყო? აი, როგორც თქვენი იქ იყავით, როგორც ცოცხალი წიგნი, როგორი შთაბეჭდილება არის, როდესაც ზიხარ და სტატუსი გაქვს ცოცხალი წიგნი?
ეს იყო ნამდვილად მე არ მქონია ასეთი პატივი სიმართლე გითხრათ რომ აი კონკრეტულ შენს ნაშრომს როდესაც განიხილავ კონკრეტული აი სეგმენტის წინაშე რომელიც დაინტერესებულია სულით და გულით ამ საკითხით და შენს უფრო мотивация გექმნება რომ შემდეგში ესე იგი შენი შრომა ყოფილა საჭირო ანუ ამით თქვენ მეც მომეცით როგორც წიგნების ავტორს мотивация რომ მომავალში კიდევ შევქმნა ესა თუ ის პროდუქტი რომელითაც დაინტერესდებიან ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ნამდვილად ის იყო ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება სხვათა შორის ჩემთვისაც როგორც პროფესორისთვის. ესეთი კითხვა გვაქვს. თქვენ როგორც თომას ჯეფერსონის ცენტრის დამფუძნებელი, ნუ ყველა ვიცნობ თომას ჯეფერსონს, მის ღვაწლს და თუ შეიძლება მაყურებელს ძალიან მოკლედ უთხრათ ამ თომას ჯეფერსონის შესახებ და კონკრეტულად კი თქვენი ცენტრის საქმიანობა საქართველოში რა მომართულებით მუშაობთ და თქვენ მხოლოდ საქართველოზე ხართ ორიენტირებული თუ თქვენი ესე ვთქვათ არეალი გადადის საქართველოდან? პირველი სახელმწიფო მდივანი, მესამე პრეზიდენტი და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი მამად დამფუძნებელი თომას ჯეფერსონი, როდესაც 2014 წელს ჩამოვედი სახელმწიფო დეპარტამენტის სამეცნიერო კურსიდან, მე გადავწყვიტე რომ აი საგანმანათლებლო, რადგან ის იყო ფილოსოფოსი, დამეფუძნებია ეს ცენტრი, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს. სერტიფიცირებულ აკადემიურ მოკლე ხანგრძლივ პერიოდზე ორიენტირებულს ეს არის უსაფრთხოება, ამერიკის დემოკრატია, ამერიკული და ბრიტანული, ანუ ანგლო-საქსონური ეს კულტურა და სხვადასხვა მსგავსი ევროპის, ნატოს და სხვადასხვა საკითხებზე საჯარო ლექციები, ტრენინგები, სემინარები. და რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ მხოლოდ საქართველოზე, ჩვენ ყავს საპატიო წევრები ლინკოლნ მიჩელი, ასევე ამერიკელი პროფესორები, სხვა პროფესორები, მაიკ ჰანაჰანი, ლონს ბეილი, ეს მასაჩუსეტსიდან, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა ალჟირი, მალაიზია, ფილიპინები, შრი-ლანკა და ასევე პოლონეთთან გვაქვს და სხვა ორგანიზაციებთან, უცხოურ ორგანიზაციებთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული, ასე რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საქართველოთი. საკმაოდ საინტერესო საქმიანობას ეწევთ და როგორც ვიცი, ელენიც დაკავებული არის, ხო, თქვენს ცენტრში. ამიტომ საინტერესო იქნება ელენეს აზრიც ასევე, ანუ რამდენად კარგი არის ასეთი ტიპის ორგანიზაციის არსებობა საქართველოში, რამდენად ხელს უწყობს სტუდენტებს, ანუ უფრო მეტად გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა. ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის წევრი, ჩემთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება და ვიღებ სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობას, საჯარო ლექციებში, ვიღებ საჭირო ინფორმაციას და ასევე ძალიან კარგია, რომ სტუდენტები ჩაერთვებიან ამ ყველაფერში, მიიღებენ უფრო მეტ ინფორმაციას, გამოცდილებას და აუცილებელია, რომ იყოს ასეთი ცენტრი საქართველოში და მოხარული ვარ, რომ მე ამ ცენტრის წევრი ვარ და ვიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას. ძალიან მართლაც ძირითადად მაგალითად მივიღე მონაწილეობა ტრენინგში გლობალური უსაფრთხოება, ტერორიზმი, გავიგე უფრო მეტი უსაფრთხოების შესახებ და ზოგადად დასავლური ღირებულებების შესახებ. დიახ. მაგალითად რა გაიგეთ უსაფრთხოების შესახებ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა სხვათა შორის იცით ეს მიმართულებით აი ჩვენ მაყურებელმაც რო იცოდეს რომ გავუზიაროთ. ზოგადად უსაფრთხოება ნებისმიერი ქვეყნისთვის აუცილებელია და ნებისმიერი მოქალაქისათვის, ამიტომ საჭიროა მივიღოთ ის ინფორმაცია, რაც უფრო მივიგებთ ამ ყველაფერს ტრენინგების მეშვეობით და ნელ-ნელა სტუდენტებისთვისაც უფრო მისაღები და საინტერესო იქნება. აუცილებელია რომ განსაზღვროთ ეს ყველაფერი ჩვენივე უსაფრთხოებისთვის და რა თქმა უნდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც. საინტერესოა, მოდი უშუალოდ ჩვენს თემაზე გადავიდეთ. ბატონი თორნიკე ცოცხალ ბიბლიოთეკაში მოწვეული იყო თემით სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკა და თავის მკითხველებს ესაუბრა ბრიტანეთის და ამერიკის სადაზვერვო სისტემების შესახებ. მოდი ამერიკა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და როგორც კი ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი არის ამერიკასთან ურთიერთობა, ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან. ბატონი თორნიკე, ზოგადად რომ გავაცნოთ მაყურებელს, რა როლს ასრულებს ამერიკა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაში? პირველ რიგში დავიწყებდი იმით, რომ ამერიკა არა მარტო სტრატეგიული პარტნიორი, არამედ ფარველადაც გვევლინება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. სტრატეგიული პარტნიორობა, რა თქმა უნდა, ეს არის ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც საქართველოს აქვს ხელში. ეს არის დემოკრატიის სხვადასხვა ინსტიტუტების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში ხელშეწყობა და ზოგადად საინტერესო და კარგი იქნება თუ ამერიკის, ბრიტანეთის, ზოგადად ამ დიდი სახელმწიფოების წარმატებული შემდგარი სახელმწიფოების ამ გამოცდილებას გავიზიარებთ უსაფრთხოების და სხვადასხვა ინსტიტუტების შენების პროცესში. მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სისტემა ძალიან დიდია, 90 მილიარდ დოლარს ხარჯავს ის ყოველწლიური ბიუჯეტი ამის როგორც სამხედრო ასევე სტრატეგიული დაზვერვისა და სპეცსამსახურების
საქმიანობისთვის გამოყოფილი, არსებობს კიდე პენტაგონში სხვადასხვა ბიუჯეტები, რომლებიც ხმარდება სტრატეგიულ საკითხებს. მე ვფიქრობ, რომ აგრეთვე ბრიტანეთი, რომელსაც ეს ზოგადად ანგლოსაქსონური ეს კულტურა და ეს ისტორიული მენტალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ისინი არიან ყოველთვის ამერიკას მე ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემ სტუდენტებთანაც, რომ ამერიკას გამოსდის სამხრეთ კორეა, სინგაპური, ანუ ასეთი განვითარებული, წარმატებული სახელმწიფოები და სხვა ცოტა რეგრესულ სახელმწიფოებს გამოსდით, მაგალითად ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სახელმწიფოების პროექტები. აი, მარიამმა კარგი კითხვა დასვა, ზოგადად საქართველოს მიმართულებით რას გვეტყვით? როგორია უსაფრთხო? რა თქმა უნდა, უსაფრთხოება რო არსებობდეს, ჩვენც არ ვიხდებოდით ასე მშვიდად, წყნარად, თავიანთი კომპეტენციის, თავიანთი შესაძლებლობების რესურსების ფარგლებში, აი როგორც მაგალითად ისრაელში რო ისრაელის მოსაც რო შევადაროთ, რაც აქვთ ბიუჯეტი 7-ჯერ უფრო მეტ პროდუქტს დებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაფასოთ ის შრომა, ის რისკი, თავდაცვათ მოლოდინის რეჟიმში არის, თქვათ, სანამ საომარი მოქმედებები არ არის, სპეცსამსახურები ყოველთვის ბრძოლის რეჟიმში არიან და პირველ ხაზზე იბრძვიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიცოდეთ ის თუ რა ხდება, როგორც ბენ-გურიანი იტყო და ჩვენს გარშემო, მაგრამ იმის იქით რაც ხდება ის თუ გვეცოდინება, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. ძლიერი სპეცსამსახურები, ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. Safe nation, smart nation. ხშირად სპეცსამსახურები სწორედ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ომების არიდების საშუალებაც არის ხოლმე. პრევენცია. დიახ. მოდით, სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ უკვე საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკას და ამერიკასთან პარტნიორობაზე, სამი ძირითადი თეორია ამერიკის შესახებ. მოდი გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. პირველი, ამერიკა როგორც დემოკრატიის შუქურა. მეორე, ამერიკა როგორც ჯვაროსანი მეომარი და მესამე, ამერიკა როგორც რომის იმპერია. პირველი დემოკრატიის შუქურა, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებს, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოების შორის ზოგადად არ არის ხოლმე, ან ძალიან იშვიათად არის ხოლმე ომები, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი დემოკრატია, ხო? მსოფლიოში. ჯვაროსანი მეომარი, რომელიც ამ დემოკრატიულ ფასეულობებს იცავს და არის დამცველი გლობალური მასშტაბით. და მესამე როგორც რომის იმპერია, მაგრამ არის ასეთი ისტორიული მაგალითი. 1700-1900 წლები. აი ეს პერიოდი, ინტერვალი, მაშინ როდესაც ბრიტანეთმა 9.5 მილიონი კვადრატული კილომეტრი, მილი უფრო სწორად შეიერთა ტერიტორია საფრანგეთმა, 4.5 გერმანიამ 1 ამერიკას აქვს მხოლოდ ამ პერიოდში ამ ინტერვალში 125,000 კვადრატული მილი შეერთებული. ანუ ეს გამორიცხულია, რადგან ამბიციებიდან გამომდინარე, ტერიტორიული ექსპანსიიდან გამომდინარე არ იყო ეს ისტორიულად დაფიქსირებული, აქედან გამომდინარე მესამეს მე უარყოფ. მარგუმენტირებულად ეს. ხათა შორის მე რამდენადაც ვიცით ამერიკის ასე ვთქვათ პოლიტიკურ სტრუქტურას რომის პოლიტიკურ ასე ვთქვათ წყობას ადარებენ. თითქოს აღებული არის სწორედ რომის იმპერიის ასე ვთქვათ მმართველობითი. ჯონ ადამსი ამბობდა, ზოგადად ჯონ κουინსი ადამსი მისი შვილი იზიარებდა ამ იდეას, რომ ყველა პრეზიდენტს, რომელიც ან სახელმწიფო მდივანის კანდიდატურას უნდა ქონოდა გავლილი, და შესწავლილი ქონოდა ფილოსოფოსების, ანუ ფილოსოფოსების სიბრძნის ესე იგი ძეებს რადგან უწოდებენ, ეს იყო რომის სამართალი, ისტორია, ძველი საბერძნეთის ისტორია და ზოგადად აი ანტიკური ფილოსოფიური სხვადასხვა ძეგლები. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით რომ ეს არის ფილოსოფოსების მიერ შექმნილი სახელმწიფო არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 55 ადამიანმა ეს იყო Founding Fathers of America კონტინენტალური კონვენტმა დასხდნენ იმსჯელეს და შექმნეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც იყო როგორც პეინი ამბობდა, უილიამ პეინი, ეს იყო ქალაქი გორაკზე, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს მზერა იყო მიპყრობილი. მადლობა, ანუ მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მათ შეუძლიათ დარეკონ 218-9105, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო გლობალურ საკითხებზე მსჯელობთ და შეგიძლიათ თქვენ პირდაპირ ეთერში დაუსვათ პროფესორ სამიმართულების ექსპერტს კითხვები. ბატონო თორნიკე, ესეთ კითხვას დაგისმენთ. მე როგორც ვიცი, თქვენ წიგნის ავტორიც ბრძანდებით და თუ შეგიძლიათ რომელი წიგნები გაქვთ დაბეჭდილი, სად ბეჭდავთ, მოკლედ გითხრათ და პლუს როგორც ვიცი, თქვენ საზღვარგარეთ ბეჭდავთ და თქვენი წიგნები თუ არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზეც. მადლობა კითხვისთვის. ესე იგი, ამ დავიწყე ეტაპობრივად ამერიკის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში 2010 წელს გამოიცა, შემდეგ 2013-14 წლებში გლობალური საფრთხეობა და ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები, შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში Scholars Press-მა დაბეჭდა თავისი ინიციატივით და სახსრებით დიუსელდორფში, გერმანიაში, US Foreign Policy Towards Georgia.
და არის ხელმისაწვდომი თუ Amazon-ზე და სხვადასხვა ელექტრონულ მაღაზიებში ეს წიგნი თუმცა ცოტა ფასი მე ვფიქრობ რომ არ არის ისეთი ხელმისაწვდომი ეს ქართველი მკითხველისთვის სამწუხაროდ ინგლისურ ენაზეა ინგლისურ ენაზეა ბატონ თანიკ ბოდის ვიხდი ზარია პირდაპირ ეთერში და შემდგომ ისევ გავაგრძელოთ გისმენთ დილამშვიდობის მოგესალმებით ცოტა ხმა მაღლა თუ შეიძლება ცუდად გვესმის თქვენი ხმა მოგესალმებით და დიდი პატივისცემის ასეთი განათლებული ახალგაზრდების მოსმენა რა თქმა უნდა სასიამოვნოა ჩვენთვის ქართველების განსაკუთრებით მაგრამ ბატონ თორნიკეს მინდა დაუსვა კითხვა ბატონ თორნიკე თქვენ ხართ მხარი ამ შემთხვევაში ამერიკასთან მიმართებაში და განიხილავთ ამერიკას როგორც შუქურას ხო დემოკრატიის და ასე შემდეგ ეხლა მე კიდევ რამე კითხო თქვენ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანაში ამერიკა იყო დემოკრატი ერაყში როდესაც შეიჭრა იყო დემოკრატი ამერიკის შეერთებული შტატების ხიროსიმა დემოკრატია იყო? ცირა მხარეთ ნუ წარმოჩინდებით ანალიზი თქვენ ცოცხალი ბიბლიოთეკა ხართ და ეს არის უფრო ცუდი. თქვენად რამდენად ახალგაზრდა თაობა ისმენთ თქვენ ასწავლით კითხულობთ ლექციებს. დიახ, ზოგადად თეორიაზეა. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისათვის ბატონო თორნიკე შეგიძლიათ გაცეთ პასუხი ამ კითხვაზე? რა თქმა უნდა, ესეთი ზუსტად კისინჯერი ამბობდა, ჰენრი კისინჯერი, რომ დემოკრატია არ არის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ სრულყოფილებისაკენ მივისწრაფით. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იმიტომ შეიძლება მე წარმოვჩნდე მხარე, რადგან მე საქართველოს ინტერესებს ვიცავ, ზოგადად, იმიტომ საქართველოს ინტერესები ბევრჯერ და ზოგადად სახელმწიფოებრიობა ბევრჯერ გადაარჩინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. თუნდაც 2008 წლის მაგალითი ავიღოთ. დავამსხვრევთ ის სტერეოტიპები, ის მითები, რომელიც იყო რაღაც წყალი, პამპერსები და ასე შემდეგ, ეს იყო ყველაფერი ძალიან ისეთი პროპაგანდის ნაწილი. აქედან რეალობა არსებობს ისტორია ჭეყალბი და ჭეშმარიტი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ არსებობენ მუდმივი მეგობრებიო, პალმერსტონი იტყო და არსებობს მუდმივი ინტერესები. და ყოველთვის კარგია, ტალეირანი იტყო და რომ კარგია იყო კრეჭელების მხარეზე, გაკრეჭელების წინააღმდეგო. ინტერესები ახსენეთ და მე გამიჩნდა ესეთი შეკითხვა, გასაგებია საქართველოს ამერიკას აღიქვავს როგორც ფარველს, მაგრამ ამერიკასაც აქვს თავისი ინტერესები, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ უფასო და ასე ვთქვათ, ქველმოქმედება არ არსებობს, იმიტომ რომ გლობალური პოლიტიკაში ჩვენ გარკვეულ როლს ვასრულებთ ამერიკისთვის და ვართ თუ არა მისი უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი, თუნდაც კავკასიის რეგიონში. აი როგორც ისრაელი არის აღმოსავლეთში პარტნიორი საქართველოსაც აქვს თავის გეოპოლიტიკური დანიშნულება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკა არის ის სახელმწიფო, ის ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს, თქვათ, შენს რესურსს, შენს ტერიტორიას, შენს სხვადასხვა საჭირო თუ კარგ მხარეებს, კარგ მატერიალურად თუ სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ ის არ გადაგწვავს, არ გაგანადგურებს და ომით არ დაგიპყრობს. მაგრამ თუ რადიკალური რაღაც არის გამოვლენებები ხოლმე რადიკალური ელემენტები სხვადასხვა სახელმწიფოებში, ანუ არსებობს წინმსწრები და პრევენციული ომები. ამიტომ როდესაც საფრთხე არის, მოსალოდნელია საფრთხე, ან საფრთხე შეიძლება მომავალში, ახლო მომავალში გაჩნდეს, რადგან არის ის ჯვაროსანი მეომარი, ეს რაღაც გახსოვს ალბათ პოლიციელის მანტია, როდესაც მოიწყა, მსოფლიო პოლიციელის მანტია, უხდება ხოლმე, თუმცა ამ ეტაპზე ამერიკა მართლაც მაყურებლის როლშია და სხვადასხვა სახელმწიფოებში რომ მას ისევ არ დასწამონ ცილი, რომ ის არის აგრესორი და რაღაც უყურებს. ამ ყურების მომენტში ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები იშლიტება. ამ დროს ამერიკა შეეძლო ჩარეულიყო, მაგრამ მას სურს ამ ეტაპზე იყოს პასიურ პოზიციაში, ეგენ დაანახოს სოფლიოს მისი რეალური საჭიროება. ესეთი კითხვა მაქვს, წიგან ვერ დავამთავრეთ წიგთან დაკავშირებით, პირველი კითხვა იქნება ესეთი, როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორც ახსენეთ, წიგნები არის ძირითადად ინგლისურ ენაზე. აპირებთ თუ არა მის ქართულ ენაზე თარგმანს, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი წიგნებზე წვდომა რო გქონდეს ქართულ ენაზე და მეორე კითხვასაც ბარემ შევცვლი, ამერიკა გასაგებია, ზუსტად ეს არის ცოცხალი ბიბლიოთეკის არსი, რომ სადღაც 20-დან 9 საათის განმავლობაში ვსაუბრობთ კონკრეტულ თემაზე, რათა ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე კონკრეტული პასუხები მივიღოთ, აი თქვენ გლობალური უსაფრთხოება ახსენეთ და მაინტერესებს თუ შეგიძლიათ კომენტარი გაგვიკეთოთ ევროკავშირის შესახებაც. საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების შემთხვევაში მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ძალიან მოკლედ რომ გკითხეთ, იმიტომ რომ სულ რაღაც 4 წუთი დაგვრჩა ეთერის დასრულებამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ უნდა გქონდეს ის ინსტიტუტები, რომლებიც არსებობს, დემოკრატიული ინსტიტუტები იმ დონეზე მომზადებული, რომ როდესაც ჩვენ უკვე გავხდებით ამ
კავშირის წევრები იყოს მზად, ძლიერი ინსტიტუტები გქონდეს, რომ შევძლოთ თანასწორ უფლებიანი არსებობა და თანაარსებობა ამ კავშირში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება სახელმწიფოს კრახი. სწორედ ამიტომ არსებობს ის მოსამზადებელი პერიოდი დირექტივების ეტაპობრივად დასარერგად, რომ როდესაც ჩვენ უკვე გავხდებით ევროკავშირის წევრი, ჩვენ გავუწყოთ ამ კონკურენციას და თუმცა ბევრი გამოწვევები არის აქედან გამომდინარე. პირველ რიგში გამოწვევა ის იქნება, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთიდან, რადგან როგორც 2005 წელს რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო დიდი შეცდომა. აქედან რუსეთი ყოველთვის მოიაზრებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თავის ტერიტორიად და თავის ისტორიულ კუთვნილებად. რაც ფიქრობ 21 საუკუნისთვის არ არის სწორი და მისაღები. აი დადებითი მხარე რა იქნება ჩვენ თუ ასოცირების ხელშეკრულებებს, ვალდებულებებს თუ კარგად გავივლით და ღვთისწყალობით გავერთიანდებით ევროკავშირში. აი დადებითი მხარე. არის იმისი რეალური შანსი, რომ თქვა საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. მე ვიმედოვნებ. იმიტომ რომ ჯერ კიდევ ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისში აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე, რომ იყო იქნებოდა 21 საუკუნეში ამერიკა, თუმცა ევროპასაც იქნებოდა მულტიპოლარულ სამყაროში თავისი პოზიციები და ამ ევროპისა და ამერიკის პარტნიორი და სტრატეგიული წევრი იქნებოდა წარმატებული და განვითარებული სახელმწიფო. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასათქმელი იმისთვის, რომ თქვა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს საქართველო, იმიტომ რომ საკმაოდ ინფორმირებული პერსონა ბრძანდებით თქვენ ამ კუთხით და იქნებ გითხრათ რამოდენიმე მაგალითი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ აი ეს ნაბიჯი იქნეს გადადგმული. ადამიანის უფლებები, მე ვფიქრობ, რომ გვაქვს დაცული და მე და რაღაც დოზით კი, თუმცა უფრო მეტი მუშაობა არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ მრავალ ეთნიკური, მრავალ კულტურული რაღაც ისეთი მართლაც უნიკალური ქვეყანა ვართ, ასევე ეს ტოლერანტული, მიდგომა ეს რა თქმა უნდა, ასევე სეკულარიზმი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აი მიმართულებით არის და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტები და ეს check and balance სისტემა რაც არის, აი ეს არის კარგად არის, მაგრამ კიდევ უფრო კარგად არის გასამართი, რომ ჩვენ 21 საუკუნის გამოწვევებისთვის ვიყოთ მზად. მოდი, ბოლო კითხვით მოგმართავთ ცოტა დრო დაგვრჩა. ანუ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, როგორც პირველ რიგში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური გადანაწილება ამ ეტაპზე, მეორეს მხრივ ჩვენ წინ გველის ჩვენი ევროკასპასთან ასოცირების ხელშეკრულება და გვაქვს ევროპული ღირებულებები მივისწრაფით. ამ ეტაპზე და საფრთხე რუსეთიდან. რა პოზიცია უნდა აირჩიოს საქართველომ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული? თავისი რესურსებიდან გამომდინარე. მადლობა. მაქსიმალური ჩართულობა და თანამშრომლობა საერთაშორისო სუვერენულ თანამეგობრობასთან, პროგრესულ დასავლურ თანამეგობრობასთან სახელმწიფოებთან. მნიშვნელოვანია და მეტი ინვესტიციები ევროპიდან და დასავლეთ პროგრესული ქვეყნებიდან, რათა ყველასი ინტერესი იყოს საქართველოში და უკვე მარტო საქართველოსთან კი არ კონდეს შეხება მტერს თუ მოწინააღმდეგე მხარეს, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთან. და ეს იქნება ფარი საქართველოსთვის. მოკლედ. სულ რაღაც 18 წამი დაგვრჩა, რომ ჩვენი ცოცხალი ბიბლიოთეკა დასრულდეს. ზუსტად ანალოგიური ხდება ცოცხალ ბიბლიოთეკაშიც, როდესაც გვჩება ბოლო წამები, ბიბლიოთეკარი მიდის და წიგს ანიშნებს, რომ იცი რა ძალიან მალე თქვენი დრო იწურება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო თორნიკე მობრძანებისათვის, ელენე რომ მოხვედით და წარგვიდგინეთ თქვენი შთაბეჭდილებები. ზოგადად კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელს გადაუხადო მადლობა, როცა იმედი მაქვს, რომ დაინტერესება არის ამ მიმართულებით და იმ მნიშვნელობაზე, რასაც ცოცხალი ბიბლიოთეკა აკეთებს. და მაყურებელს შევახსენოთ ბატონი თორნიკე შურღულაია, ცოცხალი წიგნი, თომას ჯეფერსონის ცენტრის დამფუძნებელი დოქტორი, პროფესორი, რომელსაც როგორც მარიამ ჩაჩუამ, ასევე თამარ დარდარაშვილმა დაკითხვა მოგიწვეს ეს ცოცხალი ბიბლიოთეკის რუბრიკაში, დიახ და ასევე მეორე სტუმარი არაჩვეულებრივი გოგონა ელენე თედელური, სეუს საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი, როგორც ცნობილია, მინდა რომ გისურვოთ წარმატება, როგორც თქვენ სტუდენტებს, ასევე ჩემს თანაწამყვანებს, მაყურებელს შეუძლია რამოდენიმე წუთში ისევ იყოს ჩვენთან ერთად, რადგან ძალიან საინტერესო სტუმარი შემოგვერთდება ობიექტივის დილის ბოლო ნაწილში დროებით.